რეალურად ეს ახლა არ დაწყებულა, ხო? ეს ყველაფერი დაიწყო ოქტომბერში, როდესაც აბსოლუტურად საშინელი დეფორმა გამოგვიცხადეს ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი კვლევების და დაფუძნების გარეშე. და ზუსტად ამის კომპონენტია, უბრალოდ ჩვენ როცა ვამბობდით ამას, განათლების სხვადასხვა ექსპერტები როცა ამაზე ვსაუბრობდნენ, რომ ეს დღე დადგება, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთი რაღაც ნაწილის კონტროლის უფლება მისცემ, მაგალითად ილიას უნივერსიტეტის განადგურების უფლება მისცემ მთავრობას და მან თავი შეიკავოს სხვა უნივერსიტეტებისგან შეხებისგან. ესე არ ხდება ხოლმე, ანუ დიქტატურა ძალიან სწრაფად ვრცელდება ყველა კომპონენტზე, ყველა სტრუქტურაზე. და ამას ხედავთ ახლაც, აი სრულიად დაუფუძნებელ, სრულიად აუხსნელ მოვლენას, რომლის საფუძველი არ ვიცით, რომელსაც შეიძლება ერთადერთი მიზეზი ჰქონდეს, რომ ვერანაირად ვერ მოაბეს თავი ამ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის ასევე აბსურდულ კონცეფციას, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანს მოუვიდოდა თავში, რომელიც განათლების სისტემებს არ იცნობს, მსოფლიოს განათლების სისტემებს. და ვერ მოაბეს ამას თავი, იქ რაღაც დაახლოებით 20% თუ 30 პროგრამების თანაკვეთაში იყო ამ ორ დიდ უნივერსიტეტს შორის, სულ გამოდიოდა ხმები, რომ ერთმანეთს, ანუ სხვადასხვა გავლენების სფეროს გავლენების მქონე ადამიანები ერთმანეთს რაღაცა ცდილობენ, რომ ან ერთ უნივერსიტეტს დარჩენოდა იგივე პროგრამა, ან მეორეს და ეს ამას რომ ვერ მიაღწიეს ამ შეთანხმებას, აიღეს და მიაწებეს ერთმანეთს ორი უნივერსიტეტი, რომელიც ორივეს დააზიანებს სერიოზულად. ჯერ ერთი უნივერსიტეტს, ანუ ვინმე თუ იცნობს ადამიანის ზოგადად უმაღლეს განათლებას, უნივერსიტეტი არ არის რაღაცა ერთი ხელის მოსვლით შესაქმნელი სტრუქტურა. უნივერსიტეტი არის ძალიან ხო დიდი, მთელი ეს ტრადიცია, კულტურა, საუნივერსიტეტო კულტურა, შიგნით როგორ ხდება მუშაობა, როგორ ხდება პროგრამების განვითარება, როგორ ხდება შემდეგ ამ პროგრამების ხარისხის შემოწმება, ეს ყალიბდება დიდი ხნის განმავლობაში და მით უმეტეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ 100 წლიანი გამოცდილების მქონე უნივერსიტეტებზე, მათი სინერგია უბრალოდ წარმოუდგენელია. მეორე მხრივ, ჩვენ მსოფლიოში გვაქვს მაგალითები, როდესაც რამდენიმე უნივერსიტეტისგან რაღაცა კონსორციუმი შექმნილა, რაღაც ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანებულა, მაგრამ ამას სჭირდება მინიმუმ 2-3 წლის მუშაობა თვითონ შიგნიდან. ანუ ეს უნდა გადაწყვიტოს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭოებმა, ამაში უნდა იყოს ყველა ფაკულტეტის დეკანი ჩართული, დეკანებმა თავისუფლად უნდა გაიარონ პროფესორებთან და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ მოვლენას, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არათუ აკადემიურ საბჭოებს არ მიუღიათ, თვითონ უნივერსიტეტის რექტორებთანაც კი არ განხილულა. ეს ნიშნავს, რომ უკვე კობახიძე ეს მიქანიზმის გადაწყვეტილება ცხადი არ არის და ყველა იმაში ჩანს, ყველა რეფორმა თუ დეფორმა გამოცხადებაში ჩანს, რომ მიქანიზმი არაფერ შუაში არ არის, ეს სადღაც მაღლა წყდება და შემდეგ ის ახმოვანებს. ანუ ცალსახად კობახიძის გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა საზიანოა ორივე უნივერსიტეტისთვის, რეიტინგებისთვისაც საზიანოა, ზოგადად ქვეყნისთვისაც საზიანოა. ამ ხელა რაღაცა მონსტრს რომ ვქნით დაახლოებით 50,000-იან უნივერსიტეტს, რომელსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა თანამშრომლობა ჰქონდა სინამდვილეში, ძალიან ცუდ შედეგებზე გავალთ. თუმცა თვითონ ტექნიკურ უნივერსიტეტშიც არსებობდა ფაკულტეტები ისეთი, რომელიც ილიას არა, უბრალოდ ივან ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის ისტორიულად და იქ უფრო მეტი პროფესორა მუშაობდა, ვიდრე ვთქვათ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში. მე ვგულისხმობ იმ ვისაუბროთ კრიტიკულ ნაწილზეც, რისი გამოსწორება, რისი რეფორმირებაც იყო აუცილებელი და ეს იყო საჭირო, მაგრამ გაერთიანება რამდენად შეუწყობს ამ რეფორმას ხელს და რეალურად უნივერსიტეტის გაკეთილშობილებას, გაუმჯობესებას, ამაზეც მინდა ვილაპარაკოთ. ჯერ ერთი უმაღლესი განათლების რეფორმა ერთი და ორი უნივერსიტეტის ირგვლივ არ შეიძლება ტრიალებდეს. ეს არის ისეთივე სასაცილო, ამაზე საუბარი ისეთივე სასაცილოა, როგორც აი თუ გახსოვთ ბატიაშვილის მინისტრობის დროს დაგვიანონსეს რაღაცა არაჩვეულებრივი მეცნიერების ქალაქი, გვითხრეს რომ აქ იქნება რაღაცა საოცარი სკოლა, რომელიც ყველა სხვა სკოლისთვის გახდება ნიმუში და შეგვიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ რამდენი პრობლემა აქვს, ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა ამ მეგასკოლის აშენებაზე, იმის მეტი არაფერი ამ მეცნიერების ქალაქისთვის არ გაკეთებულა, იმიტომ რომ განათლების რეფორმა არ შეიძლება ერთი ინსტიტუციის ირგვლივ ააგო. განათლების რა თქმა უნდა ჩვენ განათლების რეფორმა გვჭირდება და ამაზე განათლების ექსპერტები ნებისმიერი მხრის ვსაუბრობთ, ანუ ვისაც არ უნდა ვემხრობოდეთ პოლიტიკურად, თავისი საქმის კარგად მცოდნე ექსპერტები ამაზე სულ ლაპარაკობთ, ხო?
განსაკუთრებით ამ მთავრობის დროს, როდესაც რაღაცა აბსოლუტურად სრულად იმასავე ცვლიან ხოლმე საათებივით ამ მინისტრებს და ყველა მინისტრს რაღაცა თავისი არასწორი რეფორმა შემოაქვს ხოლმე, მინი რეფორმების სახით. მაგრამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არაფერს შუაში არ არის რეფორმასთან, ხო? განათლების რეფორმაზე თუ საუბრობ, შენ ძირეული რაღაცები უნდა გადაიაზრო, უნდა დააკავშირო განსაკუთრებით უმაღლესი განათლების რეფორმისთვის, უნდა გადააბა სკოლა, პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები ერთმანეთს, ეხლა აბსოლუტური ისა გვაქვს, წვეტა გვაქვს. უნდა იფიქრო იმაზე, რომ როგორ დაეხმარო პროფესორებს განვითარებაში, როგორ დაეხმარო სამეცნიერო სფეროს განვითარებაში, რომელსაც ისევ და ისევ წარმოუდგენელი მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს, რომელსაც არაფრის კომპეტენცია ჯამში არ აქვს და არაფერს შუაში არ არის გაერთიანება. გაერთიანება ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ის, რომ მართლა ვერ შეძლეს. მე არ ვიცი რა მიზეზი შეიძლება კონტროლს, ისედაც ორივე უნივერსიტეტს აკონტროლებდნენ. ეს შეიძლება იყოს ჟესტი, რომ მე უკვე იმდენი მაპატიეთ და იმდენის უფლება მომეცით გვეუბნება კობახიძე, რომ უკვე საერთოდ არ მაინტერესებს არანაირი ფორმალური სტანდარტიც კი და ჩემი მომხრეების თუ ბიზნეს მომხრეების გაბრაზებაც კი, სულ ცალფეხზე მკიდია და ამიტომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ და ეს მის გამოსვლაშიც იყო, რომ თქვა, რომ ხა აღმოჩნდაო, ჰარვარდი და ოქსფორდი ქართული უნივერსიტეტები. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ განცხადებას, ესეთი რა თქმა უნდა, ეს ძალიან შეურაცხყოფელია საქართველოსთან. რეალურად რეიტინგებში, საერთაშორისო რეიტინგებში როგორც ჩამბართ, ეხლა რაც არ უნდა ჩვენ დიდი პრეტენზია გქონდეს, ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ბევრი პრობლემის მქონე ქვეყანა ვართ და როგორც ჩამბართ, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურება, აქა-იქ საინჟინრო მიმართულებით ჩანს ხოლმე GPI და ჩანს კვლევებში საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც კერძო უნივერსიტეტი. დანარჩენი ჩვენ არ გვაქვს სხვა, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა საერთაშორისო ასპარეზზე და თუნდაც ერთი უნივერსიტეტის რეიტინგის დაგდება უკვე ნიშნავს, რომ მთლიანად საქართველოს უმაღლეს განათლებას უვარდება რეიტინგი. და ამ შემთხვევაში, როდესაც შენ ამას ესე აგდებით მოიხსენიებ, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით, ვერ გვექნება ჰარვარდი და სტენფორდი. ხვალ და ალბათ არასდროს არ გვექნება, ფიზიკურად არ გვაქვს ამდენის შესაძლებლობა, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ჩვენი უნივერსიტეტები მეტნაკლებად, როგორც არის ეს შესაძლებელი. და მის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა იმაზე, რომ ხელოვნური მიწებებით უბრალოდ ორივე უნივერსიტეტი უკან დავხიოთ. აი, რასაც ქართული ოცნება დღეს აკეთებს განათლების რეფორმის სახელით, კაპიტან ნანა, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას? ეს ჩვენ ქვეყანას აი მარტო განათლების რეფორმის სახელით არა, განსაკუთრებით რაც აკეთებს კიდევ ახლა ახალი კანონ პროექტები, რაც არის გრანტებთან დაკავშირებით. ისედაც ძველი რაც იყო გრანტების კანონი და კიდევ უფრო ახალი კანონ პროექტი უცხოეთთან თანამშრომლობის მიმართულებით, ეს საერთოდ ძალიან უკან დაგხვევს განათლების მიმართულებით. ჩვენი უმაღლესი განათლება არ ვითარდებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერით. ძალიან ცოტა ფულს დებდა ამაში საქართველოს მთავრობა, ანუ ბიუჯეტიდან. სიამოვნებაში ჩვენი უმაღლესი განათლება განვითარდა ევროპული გრანტებით, ამერიკული გრანტებით. ეს იყო ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და გარდა ამისა იმან რომ სამედიცინო პროგრამები დაიმატეს უნივერსიტეტებმა და უცხოელ სტუდენტებს შემოჰქონდათ ძალიან დიდი ფული. მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს იყო განმავითარებელი. ახლა როდესაც ეს ყველაფერი ეს ყველა კომპონენტი ამოგდებულია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან, იცით რომ გრანტების კანონის ახალი ვერსიით ევროპული თანხები ვერ შემოვა განათლების დასახმარებლად, უცხოელი სტუდენტებიც იკრძალება მაქსიმალურად. კი, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მაქსიმალურად გამოეცლება განვითარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ფული არის მნიშვნელოვანი კომპონენტი განვითარებისთვის, ეს გამოეცლება. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ცუდად ვართ წარმოდგენილი. მაგალითად, ახლა არის ერაზმუსის დიდი პროგრამა, რომელიც მე მგონი 2 წლის წინ დაიწყო, Digital Europe, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი არ არის საქართველოს. არ დახურულა იმ თვალსაზრისით, ან უნივერსიტეტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, ეს სწორად უნდა ვთქვათ, სახელმწიფო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. უნივერსიტეტებს შეუძლიათ. მაგრამ და ერაზმუსმა ახლა საქართველოს აი ამ ახალ კონკურსში არ ჩასვა? აი ამ პროგრამაში მაგალითად ჩვენ არ ვართ, იმიტომ რომ საქართველოს სწორად არ ითანამშრომლა ერაზმუსთან და ბევრი ესეთი მიმართულება, კვანტური გამოთვლების მიმართულების განვითარება, სუპერცენტრების, სუპერგამოთვლითი ხელოვნური ცენტრების განვითარება, უზარმაზარი ფული 20 მილიარდი, 10 მილიარდის პროგრამებია, რომელშიც ჩვენ საერთოდ არ ვართ. და ამისთვის საქართველოს უნდა ემუშავა საქართველოს მთავრობას, ანუ კონკრეტული უნივერსიტეტი აქ ვერაფერს ვერ გააკეთებს, მთავრობა უნდა ემუშაოს იმისთვის, რომ თვითონ ქვეყანა იყოს პროგრამის ნაწილი. ასეთ მუშაობდა აქამდე, ხო, როგორც ჩვენ გვახსოვს, იმიტომ რომ ჩემი დასწავლება მაგალითად ერაზმუსის
პროგრამით დიდ ბრიტანეთში ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში და როცა კობახიძე ამბობს რომ აი თურმე ოქსფორდი და კემბრიჯი ყოფილა ივანე ჯავახიშვილის სახელობის და ტექნიკური უნივერსიტეტები და რეფორმას არ საჭიროებენო ეს ასე არავის არ უთქვამს არც ერთ პროფესორ მასწავლებელს არც მათ მომხრეებს უბრალოდ მათ შორის ჰარვარდში ოქსფორდში ცხოვრობენ ადამიანები რომლებიც სხვა უნივერსიტეტებში მიდიან სასწავლებლად ეს არის არჩევანის თავისუფლება და აი ეს თავისუფლება მთლიანად წართმეულია ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო ინსტიტუციაში არამედ ყველგან როგორც ხედავთ ქალბატონ ნანა სადამდე მიგვიყვანს თქვენ ამაზე ისაუბრეთ მაგრამ თვითონ ხელისუფლებას რაში სჭირდება ეს შეგიძლიათ აღვიქვათ რაიმე ახსნა აქვს ამ რაციონალური ამ გადაწყვეტილებებს კი, რამდენიმე მიზანი ქონდა ზოგადად ამ. ეხლა მე მართლა მგონია რომ ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება უბრალოდ იმიტომ მოუწიათ რომ სხვა გზა ვერ იპოვეს მდგომარეობის დასალაგებლად რომელშიც თავადვე შეიყვანეს საკუთარი თავი იმიტომ რომ არ იცნობენ უბრალოდ უმაღლეს განათლებას და ეს დეფორმა ისე დააბრეხვეს რომ არც იციან შიდა სისტემების გაერთიანება როგორ შეიძლება ან თანხმედრა როგორ შეიძლება იგივე ის რომ ავიღოთ რომ ფაკულტეტებს იძახიან როდესაც ფაკულტეტები სულ სხვადასხვა სახელით შეიძლება იყოს და სულ სხვადასხვა მიმართულებებს შეიძლება აერთიანებდეს, მაგრამ სინამდვილეში პროგრამებს გულისხმობენ. ანუ რაში ჭირდებოდა მთლიანად ეს რეფორმა, ანუ თავიდან რაც დაიწყო ოქტომბერში რაც გამოაცხადეს, ეს ჭირდებოდა ცალსახად უნივერსიტეტების კონტროლისთვის, განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის და მსგავსი უნივერსიტეტების, ასე ვთქვათ, მოსაგუდად, ის რომ ილიას უნივერსიტეტი დაკარგავს ამათი, ასე ვთქვათ, განზრახვით, რაც აქვთ განზრახული ამის მიხედვით, თორე დოკუმენტი ჯერ არ გვინახია, ესეც ხო ძალიან სასაცილო, ანუ 5 თვეა რეფორმაა გამოცხადებული და არ გვინახია რეალურად რა მოხდება უნივერსიტეტებთან დაკავშირებით. და ილიას დაკარგავს დაახლოებით 70% პროგრამების, ანუ ილიას უნივერსიტეტს აღარ ექნება არც უნარი და არც შესაძლებლობა რომ აქტიური პროტესტი გამოხატოს. და იგივე დაემართება მაგალითად ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ბევრი პროფესორი გამოხატავდა, ბევრი პროფესორი მონაწილეობდა პროტესტში და ეს ძალიან აღიზიანებდა კობახიძეს, ხო ბევრჯერ უთქვამს. დიახ, ამის შესახებ ბევრჯერ უთქვამს და ეს არის უბრალოდ სრული კონტროლი და მეორეს მხრივ ეს არის ჩემი აზრით ასევე რუსეთთან შეთანხმებული მიმართულება, იმიტომ რომ სხვა იმას ვერ ვხედავ, აქვს სხვა мотиваციას, რომ საქართველოს განათლების სისტემა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული და მან ზოგადად საქართველოს განვითარებას არ შეუწყოს ხელი. მესამე მიზანი ცხადია არის ფული, იმიტომ რომ მთელი ეს უცხოელი სტუდენტები გადავა ახლა კერძო, ანუ ამათ უნდათ ყოველ შემთხვევაში რომ გადაიტანონ, ბევრ იმას რა ქვია, ყოფილ მინისტრს თუ მოქმედ დეპუტატს აქვს თავისი ინტერესები აი ამ კერძო განათლების სფეროში და მათ შორის ასევე ეს ქუთაისის უნივერსიტეტისკენ გადასროლა რესურსების, ივანიშვილის უნივერსიტეტს გულისხმობთ ალბათ. დიახ, ივანიშვილის უნივერსიტეტს, რომელიც სინამდვილეში ხო სახელმწიფო უნივერსიტეტად არის მიჩნეული და ზუსტად სახელმწიფო ბრძანების, მთავრობის ბრძანებით განთავისუფლებული ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესებისგან, მასში ძალიან ბევრი ფული დახარჯა ივანიშვილმა და ვერანაირად ანუ რაც შეიძლება და ამ ფულის გაკეთება იმისი 5%-ია ხო გაკეთებული და ეხლა ესეთი გზა იპოვეს, რომ სხვა უნივერსიტეტებს დაჩაგრავენ და აქეთ გადაუშვებენ რესურსებს. რამდენიმე ის აქვს, ანუ მიზანი აქვს და სამწუხაროდ